დღეს გვაქვს განსაკუთრებული მენიუ ეთიოპიური სამზარეულოდან ვამზადებთ აპეტაიზერს და ძირითად კერძს. საინტერესო ის არის, რომ აპეტაიზერიც და ძირითადი კერძიც ლაგდება წიწიბურას თხელ, მაგრამ ფუმფულა პურზე. ძალიან საინტერესო იქნება. აპეტაიზერი გვაქვს 4-ნაირი, 4-ვე განსხვავდება ერთმანეთისგან. მისი რვოტი, მწვანე გომენი, ყველის და ბროწეულის აპეტაიზერი და კიკალიჩი. ეთიოპური ყველი არ გვაქვს, მაგრამ ეთიოპური ყველი ძალიან გავს იმერულ ყველს, ნაკლებად მარილიან იმერულ ყველს. ეს ყველაფერი დაგვირგვინდა უგემრიელესი ხორცის მთავარი კერძით. ეს არის კივატი, რომელიც საქონლის ხორცისგან მზადდება ბევრ სუნელებში. სუნელები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი ეთიოპიურ სამზარეულოში. ამიტომ შევეცადეთ, რომ შეგვეხამებინა შესაფერისი დესერტი, ეს იქნება თაფლის და ფისტაშების ჩიზკეიკი, რომლის ცომიც, ანუ ძირი, იქნება ნიგვზით. განსხვავებული ჩიზკეიკი განსაკუთრებული გემოებით. მართლა საინტერესო და მრავალფეროვანი მენიუ გველოდება დღეს. დავიწყებ მე აპეტაიზერით, რასაც დიდი ხანი სჭირდება ბუნებრივად, ოსპს მოვხარშავ. ოსპი არის 200 გრამი, ამის მოხარშვა სჭირდება დაახლოებით 40 წუთი. შემიძლია უკვე კიდევ ერთი რაღაცა დავიწყო, ეს იქნება ძირითადი კერძი, ხორცს დავამუშავებ. ეს არის საქონლის ხორცი, ხო? საქონლის ბარკალია. ზედმეტ რაღაცებს მოვაშორებ, რომ უფრო მარტივად მოიხარშო და შეიწყოს. ხო, უფრო რბილიც იქნება. მე დროს არ დავკარგავ და ნელა-ნელა დავიწყებ წიწიბურას პურის მომზადებას. ძალიან საინტერესო რეცეპტია. თვითონ ვიზუალურად გავს ბლინს, მაგრამ განსხვავდება შემადგენლობით და თვითონ მომზადების წესითაც კი. ანუ წიწიბურას ფქვილი დაგჭირდება დაახლოებით 100 გრამი, დავუმატოთ 200 გრამი თეთრი ჩვეულებრივი ფქვილი, ანუ შეფარდება ესეთი არის 1-2-თან. სულ ცოტა მარილი, რა თქმა უნდა გემოსთვის, სოდა, ნახევარი ჩაის კოვზი, ახლა ამოურიოთ ერთმანეთს. აი ნახეთ, თვითონ წიწიბურას ფქვილმა მიცა სხვა ფერი მასას, ისეთი რუხი ფერი მივიღეთ. ეხლა აი ამ წიწიბურას და ფქვილის მასას დავუმატოთ მინერალური გაზიანი წყალი. დაახლოებით 500 მილილიტრი დაჭირდება ეხლა ამას. ეხლა ამ ყველაფერს უნდა დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი ძმარი. ძმარიც კიდევ ერთხელ შევა რეაქციაში სოდასთან და კიდევ უფრო აამაღლებს აი ამ პურს. წყალს საერთოდ არ ვიყენებთ, ანუ მთლიანად ბაზა არის აი ამ მინერალური წყლის მეშვეობით. თავარია კარგად გავხსნათ ფქვილი. მზად არის, უკვე შემიძლია გამოვაცხო პური, რომელიც ცხება ტაფაზე. ვახომაც უკვე დაჭრა ხორცი. ხორცი კუბებად დავჭერი და პატარა კუბებად, საშუალო ზომის კუბებად. უპირველეს ყოვლისა გავასუფთავე და დროა უკვე მოვთუშო. ჯერ დავბრაწავ, თავისი სისხლი გამოვიდეს და მერე უკვე სუნელებში მოვამზადებ ამ კერძს. ცეცხლი. ანუ ეს ითუთქება? ითუთქება დიდი ხანი და მერე უნდა მოიხარშოს. ცოტა ზეთი. ზეთი მეც მჭირდება, ცოტა ზეთს მეც დავასხავ. ბევრი ზეთი არის. შავყრი ხორცს. დავასხათ უკვე დაახლოებით 2 ჩამჩა. აი ესე კარგად გაიშლება ეხლა პური. აუცილებლად უნდა დავახუროთ ამ პურს, რომ კარგად ჩაცხვეს და აი ამ სიმხურვალეში ცოტა აიწიოს პურმა. ოსპი მოვხარშე, შემიძლია გამოვთო. ეს უნდა გადავწურო და მოვამზადო მისი რვოტი. ეს არის კიდევ ერთი აპეტაიზერი. 1 დიდი პომიდორი, საშუალო ზომის ხახვი. ხახვს გავფრცხვნი. წვრილად დავჭრი. პომიდორსაც წვრილად დავჭრი. 3-4 პურს გამოვაცხობ, მე მგონი საკმარისი იქნება. აი როგორი საინტერესო არის, სამხარეს უფრო მობრაწული გამოვიდა პური. აი ესეთი ძირი აქვს და ზემოდან უფრო რბილი და ნაზია. ხახვი დავჭერი, პატარა ტაფა.
ცოტა ზეთი. ხახვი. ცოტა ჯინჯერი. დაახლოებით 20-30 გრამი. გავფრჩქნი. აი მე მგონი მივახტიე იმ იდეალურ სისქეს. აი ესეთი თხელი, მოქნილი უნდა იყოს ეს პური. ცოტა უფრო ნაკლებადაც კი დავბრაწე. იდეალურია. ჩავახეხავ ჯინჯერს. სამ ხახვი და ჯინჯერი იბრაწება, მე დავჭრი პამიდორს წვრილად. ანუ საინტერესო ის არის, თანაც რომ აი ეს თავარი კერძი ამდენნაირი აპეტაიზერისგან შედგება და თვითონ შუა გულში დევს ის თავარი კერძი. ანუ იწყებ გარედან, ასე ვთქვათ, შეთამაშები და შემდეგ გულში უკვე მიდიხარ თავარი კერძისგან. ხორციც კარგად დაიბრაცა, უკვე შემიძლია მოვხარშო. ცოტა წყალი, დაახლოებით 9 ლიტრი. კარგად და მოიხარშოს, დაიწიოს და მერე სუნელებს დავამატებ. პურის ცხობას თითქმის უკვე ვასრულებ. მეორეც მზად არის. ხახვიც დაიბრაცა, აქ შემიძლია უკვე ოსპი ჩავაყარო. ოსპს გადავიტან დაბალ ცეცხლზე. ხორცს გადმოვიტან მაღალ ცეცხლზე. უფრო მალე რომ მოიხარშოს მაგიტო. ამას შეიძლება ეხლა სუნელები, კოწახური, ჯავზი და წვრილად დაჭრილი პომიდორი. მე მზად არის. მარილი პილპილი. კარგი, ესე იგი მე ახლა ბოლო წიწიბურას პურს გამოვაცხობ. დავუმატოთ, ვერნო, ესე და დავახუროთ თავზე. მე პომიდორი მზად მაქვს. ჩავყრი ოსპში. საინტერესო, ძალიან მაგარი იქნება. აი დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო რეცეპტები გამოვა. კარგად ამოურევ. ფაფასავით უნდა გამოვიდეს. ეს ყველაფერი ხელით იჭმევა, რა თქმა უნდა. ხო, აი ზუსტად აი ამ წიწიბურას პურის დახმარებით ამ ყველაფერს ესე ხელით აიღებ და ესევე შეჭამ. ამიტომ უნდა იყოს ყველა აპეტაიზერი შეძლების დაგვარად ერთიანი მასის. ვთქვათ? ამას სჭირდება ხა თამთა კოწახური. დაახლოებით 2 გრამი და ცოტათი ჯავზი. ხო, ჯავსაც საკმაოდ ისეთი მძაფრი გემოვა. კი. მარილი გემოვნებით ამას ვაცდი. მოიხარშოს დაახლოებით 5 წუთი. მზად არის. წიწიბურას პურები მზად არის უკვე. მეც უკვე ჩავერთვები ნელ-ნელა აპეტაიზერის მომზადებაში. ოსპი უკვე მზად არის. დავიწყებ მწვანე გომენის მომზადებას. ეს არის მოთუშული ისპანახი ბულგარულთან, ჯინჯერთან, ხახვთან და ნიორთან ერთად. და რა თქმა უნდა სუნელები. მე მარტივი აპეტაიზერებით გავაგრძელებ, ვამზადებ იმერული ნაკლებად მარილიანი ყბელით და ვუმატებთ ყვითელ ქარის სუნელს. და ნუ რა თქმა უნდა ბოლოს ბროწეული. ძალიან საინტერესო, ლამაზი და გემოებით დატვირთული აპეტაიზერი გამოვა. რაც თავარია მარტივი. პირველ რიგში უნდა გავხეხოთ იმერული ყველი დაახლოებით 150-200 გრამი. უმარილო უნდა იყოს რამდენადაც ვიცი. კი. ბულგარულს მე დავჭი 9 თვარეებად და წვრილად. მალე რომ მოითუშოს. გახეხილ ყველს დავუმატოთ 9 ჩაის ყოვზი ქარის სუნელი, ყვითელი ქარის სუნელი. კარგად მოვიოთ. საკმაოდ მძაფრი არომატი აქვს. ეხლა პრინციპში ეს ინდურ სუნებს მახსენებს. არომატებს ხო? კი, მაგრამ საერთო ჯამში ისეთი აპეტაიზერია და მთავარი კერძი, რომ არაფერი საერთო არ აქვს ინდურ სამზარეულოსთან. და ეხლა გავჭრათ ერთი ცალი ბროწეული. რა თქმა უნდა, გარჩეული, მარცვლები გვინდა მხოლოდ. ბულგარული დავჭერი, გადმოვიდან თეფშზე. ისპანახი მაქვს 9 თავი, ძირებს მოვაჭრი და დიდება დავჭრი. ამასაც თეფშზე გადავიტან და გავაგრძელებ დანარჩენი ინგრედიენტების მომზადებას. დანარჩენი ინგრედიენტები არის 9 ხახვი, 3 კვილი ნიორი და 30 გრამი ჯინჯერი. ვწკვნი და ხეხავ. ხახვს რა თქმა უნდა ჭრით წვრილად. ყველის აპეტაიზერი თითქმის მზად არის. პრინციპში აი ამ ნაწილს აპეტაიზერში
აქვს გამანეიტრალებელი ნაწილის ფუნქცია. ერთადერთი აპეტაიზერია, რომელიც რძის პროდუქტია. ძირითადად ყველა ბოსტნეულით მზადდება. ნახევარი ბროწეული საკმარისია აი ამ რაოდენობის ყველისთვის. ყველის აპეტაიზერი უკვე მზად არის. ეს შეგვიძლია უკვე გადავდგათ და ნელა-ნელა დავიწყებთ ჩემთვის ყველაზე საინტერესო აპეტაიზერის მომზადებას. იკალიჩი ძალიან მომეწონა ეს დამთხვევა, ამიტომ გადავწყვეტე რომ მე მოვამზადო სიმინდის აპეტაიზერი. ეთიოპელებს შენი ზედმეტი სახელის კერძი აქვთ, ხო? ხო, პრინციპში ესე გამოვიდა. ეს ქვაბი გადავდგა ისევ აქეთ. ცამს ჩავხედავ რა დღეშია. ვა, რა კაი მოდი ამას- ყავისფერი წვენი აქვს. ამას ბულიონს გავუკეთებ. აჰა. ცოტა კიდე უფრო გემრიელი რო გახდეს. ბევრი არა, დაახლოებით 150 მილილიტრი საქონლის ბულიონი. ისევ დავახურავ. ზეთი და დავიწყებ ბულგარულით. მოითუშოს ბულგარული, ამასობაში ნიორს და ჯინჯერს გავხეხავ. მე აქ მაქვს სიმინდი. ეს არის დაახლოებით 150 გრამი, რომელსაც უნდა დავუმატოთ მწვანე წიწაკა, ცოტა ილი, ჯინჯერი, ხახვი და კურკუმა. წვრილად დავჭრი მწვანე წიწაკას, გავასუფთავოთ, რა თქმა უნდა. ჯინჯერს და ნიორს დავუმატებ. მე წვრილად დავჭრი ამ მწვანე წიწაკას. დავუმატებ ცოტა დარიჩინს და პაპრიკას. ბულგარული კარგად მოითუშა, დროა უკვე ისპანახი დავუმატოთ. ნახევარი თავი ისპანახი და კარგად ამოურე. მეც აი აქ წვრილად დავჭერი მწვანე წიწაკა, რომელსაც დავუმატებ სიმინდს. იქნება ცოტათი ცხარე, რა თქმა უნდა. თანაც ჩვენი მწვანე წიწაკა საკმაოდ ცხარე არის. 3 მარცვალი ილი, ანუ კარდამონი, რომელიც უბრალოდ არომატისთვის აქვს, რომ გაუძდეს. ჩავაგდოთ. ნახევარი თავი პატარა ხახვის. ისპანახი მზად არის. გამოვთავ, იქან მოვიტან თეფშზე, რომ დაისვენოს, ცხელ ტაფაზე აგრძელებს წვას კიდევ, ხო? მე გავჭრი შუაზე ხახვის თავს, ნახევარი მჭირდება სულ. მოვამზადებ ყველაზე საინტერესო სუნელების მიქსი. ეს არის ეთიოპური სუნელების მიქსი. მჭირდება პაპრიკა, ტკბილი ბულგარული ციცაკის სუნელი, ცოტა თეთრი პილპილი, ძირა, რა თქმა უნდა, ნიორის ფხვნილი, ხახვის ფხვნილი, თითქოს ყველაფერს უკვე შიგნით. წითელი წიწაკა ცოტათი, ქარის სუნელი, ილი, 3-2 ცალი და გახეხილი ჯავზე და კოწახური. კარგად ამოურევ ერთმანეთს. ამას ცეცხლს დავუწევ. ცოტა კარაქი და აი კარაქთან ერთად დავაყრი სულ ამ სუნელებს. ცოტათი ყავისფერი შაქარი, ნახევარი სუფრის კოვზი და ბევრი სუნელია. ციცაკაც აქვს. ეს იქნება რაღაცა ბომბა. დაბალი ცეცხლი, ამას სჭირდება მარტო ნიორი, ხო? და მორჩა. ხახს უკვე დავუმატებ მაშინ სიმინდს. სულ ცოტა ტუმერიკი, დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი და უნდა ჩავახეხოთ ჯინჯერი. მარილი და ამოურიოთ. მე ნიორს არ ვხეხავ, ნიორს ვჭრი. ძირითადი კერძიც მზად არის. გამოვთავ, დავასვენებ და შეგვიძლია უკვე გავაწყოთ თეფში. კარგი, მე წამოვიღებ ამ ყველაფერს უკვე
მოდი დაფაზე ავაწყოთ. დავიწყოთ თეფში საწყობა. 2 ცალი ხო გვაქვს. ამოწას შუაზე გადავჭრი. რბილი პური გამოვიდა. კი, მართლა ძალიან და სულ ეს ფორები აქვს. აფუკია ხო? ერთი ასე. რომ თლიანად გავავსოთ, ესე იგი ეს დაფა. შენ, აჰა. რა თქმა უნდა, სიმინდი, კიკალიჩი. კიკალიჩი, მე მწვანე გომენს დავაწყობ. აუ, რა სულებია ძალიან. ოსპის მისი როტი. ბროწეულიანი ყველი. ესე იგი, გარშემო აპეტაიზერი, ცენტრში ძირითადი კერძი. თავის ხრაშუნა სუნელებით. აუ, აი ეს არის მართლა ფერების და ყველანაირი სუნელების პალიტრა. რა ლამაზია. ინჯერა, ციციბურას პური. ციციბურა 100 გრამი, ხორბლის ფქვილი 200 გრამი. გაზიანი მინერალური წყალი 500 მილილიტრი. სოდა 9 ჩაის კოვზი. ძმარი 1 სუფრის კოვზი. მარილი გემოვნებით. ყველი ბროწეულით. ჭყინტი ყველი 200 გრამი. ბროწეული 1 ცალი. ქარის სუნელი 9 ჩაის კოვზი. კიკალიჩი. სიმინდის მარცვლები 150 გრამი. მწვანე წიწაკა 1 ცალი. ხახვი 9 თავი. ზეთი 10 მილილიტრი. ტუმერიკი 9 ჩაის კოვზი. ილი 1 გრამი. ჯინჯერი 10 გრამი. მარილი გემოვნებით. მწვანე გომენ. ისპანახი 400 გრამი. მწვანე ბულგარული 3 ცალი. ხახვი 1 თავი. ნიორი 3 კბილი. ზეთი 20 მილილიტრი. ჯინჯერი 20 გრამი. მისირ ვოდ. წითელი ოსპი 200 გრამი. ხახვი 1 თავი. პომიდორი 1 ცალი. ზეთი 20 მილილიტრი. კოწახური 2 გრამი. ჯავზი 2 გრამი. ჯინჯერი 20 გრამი. მარილი გემოვნებით. მისირ ვოდი. წითელი ოსპი 200 გრამი. ხახვი 1 თავი. პომიდორი 1 ცალი. ზეთი 20 მილილიტრი. კოწახური და ჯავზი 2 გრამი. ჯინჯერი 20 გრამი. მარილი გემოვნებით. კივატ. საქონლის რბილი 700 გრამი. კარაქი 50 გრამი. ზეთი 30 მილილიტრი. ნიორი 3 კბილი. ყავისფერი შაქარი 1 სუფრის კოვზი. საქონლის ბულიონი 500 მილილიტრი. ეთიოპური სუნელების მიქსი. ძირა, ჯავზი, შავი პილპილი, თეთრი პილპილი, წითელი წიწაკა, პაპრიკა, დარიჩინი, ხახვის ფხვნილი, ნიორის ფხვნილი, ილი, ქარი და კოწახური. მარილი გემოვნებით.